სანამ იმ ვიდეოს გაჩვენებთ, რომლის ჩვენებაც მსურს აქ და ახლა, მინდა რომ დავამატო პატარა რაღაცა, უფრო კარგად რო ავხსნა. ნახეთ, ღმერთმა შექმნა ადამიანი ხატად და მსგავსად თვისა. არ ნიშნავს, რომ ეს სხეული სხეული შექმნა ხატად და მსგავსად თვისა, ნიშნავს, რომ ის ნაწილი, ის სული, რომელიც მისია, ის ენერგია და ჩამოვიდა ამ სხეულში. ანუ ჩვენ ვართ შექმნილები ხატად და მსგავსად მისა, ნიშნავს, რომ თლიანი ის ენერგია ვერ დაეტევა ამ სხეულში, ანუ რაღაც ნაწილი არის გამოშვებული. ანუ მოკლედ ვარედაქტირებდი და მინდოდა პატარა ჩართო გამაკეთებინა. რისი თქმა მინდოდა გონი შექმნა, რომ სულს შეეძლებოდა გამოხატვა რისი მეშვეობით. დიახ, ამ ყველაფრის მეშვეობით. მესმის შეიძლება რთული აღსაქმელი იყოს ახლა რასაც ვამბობ, თუმცა ყველაფერს გაგიმარტავთ იმ წიგნში, რომელიც დავწერე. იქ ყველაფერი დეტალურად იქნება ახსნილი. საოცრებებს გაიგებთ იმ საოცრებებს, რაც ისაც თქვენში. აბა დაუბრუნდეთ ვიდეოს. ჩვენ ვართ დანაწევრებული. ტაძარი არის აი ეს. ამ სხეულის განსავითარებლად ვართ დანაწევრებული ვართ ჩვენი მამაკაცური და ფემინინ და მასკულინი, ქალური და მამაკაცური საწყისის გასაერთიანებლად. მათი ერთობით როგორ ხდება? ჩვენ და გავთლიანდეთ, ქალი ხარ, გამთლიანდი საკუთარ თავში, კაცი ხარ, საკუთარ თავში და მაშინ ნახავ შენ სულს ქალის ხელში მყოფს და ქალი ხარ მიზი და კაცის ხელში არსებულ შენივე სულს. ანუ გამთლიანდები, ოღონდ ჯერ გამთლიანდება შენით ხდება. ნახეთ, ჩვენ რატო ვართ თუთიყუშებივით, რატო შეგვიძლია გავიმეოროთ მაგალითად ყველას ხმა, ხა ზოგს შეიძლება არ შეეძლოს, თუმცა ასეთი რაღაცა არ უცდია, თუ ცდი რაღაც დონეზე მაინც გაიმეორ, რატო შეგვიძლია? იმიტომ რომ საკუთარ თავის მკურნალი თავად ვართ. აი ნახეთ, ავიღოთ მაგალითად ფუტკრისის ბზუვილი. კურნავს. ამშვიდებს ნერვულ სისტემას. კურნალი არის. ამიტომ კი არ გააგდოთ, მოусმინეთ. რატო ჩამოხსნეს ეს აქვეა რო რეკავენ ზარები. ბევრ ადგილას განადგურებული იქნა, ხო? რატო? იმიტომ რომ კურნავს. ამ ტაძარი თავად ხართ. კრისტალი რამდენიც გინდა ჩამოიკიდე, თუ თავად არ გაქვს შიგნით კრისტალი activated. იმედი მაქვს სწორად თქვი ეს სიტყვა. თუ არ გაქვთ pineal gland, გირჩისებრი ჯირკვალი, რომელიც გამოყოფს ცილის ჰორმონს, მელატონინს. ახლა ისე პატარა ჩართვა, რომ არ მარტო იქ და ვიდეოში და მინდა ცოტა განმარტო ეს გირჩისებრი ჯირკვალი შეიცავს მიკროსკოპულ კალციტის კრისტალებს და რეალურად ამის გააქტიურება უნდა მოვახდინოთ, რომ შევძლოთ ჩვენ მახლობელთან. ჩვენ სულის ხმასთან დაკავშირება რო გავიგოთ სულის ხმა, მისი სახსასრულებლად რისთვისაც ვართ აქ მოსული ამ ყველაფრის სხეულის განსავითარებლად, ამგვარად რეალური კრისტალი ჩვენ ვართ. კი ბატონო, ეს კრისტალი დამხმარე საშუალებებია. ეხლა ესეთი პერიოდი არის, რაც აქამდე გაგიკეთებიათ, თუ სწორად გაგიკეთებიათ, სწორად წავა ყველაფერი, თუ არა და დაგენგრევათ. მერე რა გენგრევათ, რომ ხელმეორედ ააწყოთ ჭეშმარიტ გზაზე დადგეთ. ყველაფერი ხო თქვენთვის ხდება. აგრესიულია დედები ხო? უსაფრთხოდ ხარ იმხერეთ, მერე რა თუ ხმა არ გაქვთ. განკურნეთ, თქვენ ეს ისეთი ვიბრაციები არის. საოცარი.
კურნავთ საკუთარ თავს, უნდა იცოდეთ რა, მაგალითად აი რას კურნავს. შემდეგ იმოძრავეთ ენერგიები არ შემიძლია მოძრაობა პოსა. როგორ შეგიძლიათ გახსენით. ნახეთ თუ დაკვირვებული ხართ, გეი საუკეთესო გეი ადამიანები, აი მაგალითად, როდესაც უნდათ ხოლმე რომ აი ეს ქალი წამოწიონ მასში, როგორ რას შვებიან ძირთადად აი არ გიგებთ ხოლმე რატომ მოძრაობენ ეს? იმიტომ რომ ნახეთ ქალი არის ელასტიური. ანუ ქალს აღვიძებენ მასში. მე რას ვაკეთებ ახლა ვარჯიშის დროს, იცით? როდესაც დავრბივარ ხო, ეს ძალიან ვაკეთებ ხოლმე ძალიან. აი როგორც მოცეკვავეები, რომ ქალურმა ენერგია, ქალღმერთმა იმოძრაოს ჩვენში. ყველა იცოცხლებს დიდხანს დედაჩემის ნეგატივს პოზიტივით ასე ფარავ ხოლმე. ხრეს რომ ღმერთი ილოცეთ ღმერთზე სადღაც იქ არის. ან სატანა სადღაც იქ არის. არ ვიყურებით იქ, ზოგჯერ გვავიწყდება სანამ ეკლესიაში. ყველაფერი თქვენშია. სატანა, დემონი, ღმერთი, ყველაფერი თქვენში არის. და რასაც გააქტიურებთ, ამით ის იქნებით. გესმით? ყველაფერი არ არსებობს ცუდი. ყველაფერი, ეს არის მოგონი. ყველაფერი თქვენთვის არის თქვენ გასახვეწებლად არის, რომ ეს სხეული ცხოველური, ეს ცხოველი განავითაროთ, გაადამიანოთ, გააღმერთოთ. იმიტომ რომ ღმერთი თქვენ ხართ და რაც ხართ თქვენ, ანალოგიური იქნება თქვენი ჭურჭელი. რაღაცის თქვა მიდოდა ნიშანი მომეცა, რომ საკვარისია. ეს ინფორმაცია მიიღეთ, დაღეჭეთ, დუგნებად გადაყლაპეთ და ახლა იყურეთ იმ ვიდეოს, რომელიც მქონდა თქვენთვის გამზადებული. მიყვარხარ. ხანამ დაწერას დავიწყებ ყოველდღიურად წერ ხოლმე რაღაცებს. გადავწყვეტ და გამეზიარებინა თქვენთვის, ახლა ვზიარ და ფიქრობ, რომ ვინც ჩვენი ირგვლივ არის, რეალურად ყველა ჩვენი ის ნაწილია, რომელიც გვაქვს განსაკურნი. იმ ეტაპზე, როდესაც სულიერ გამოღვიძ ვიხსენებთ, ვინ ვართ. ანუ, როდესაც აი მაგალითად განცალკევებულად გრძნობ თავს, ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ვართ თვითგადარჩენის რეჟიმში და არ გვაქვს ჩართული creative რეჟიმი, ანუ შემოქმედებითი რეჟიმი, ხო? ნახეთ, თვითგადარჩენის რეჟიმში გონია ყველა ცალკე მყოფი. და როდესაც შემოქმედებითი რეჟიმი გვერდება, ხო, შემოქმედი ვხდებით, საკუთარი ცხოვრების ვხდებით, რომ ყველა ჩვენ ვართ. აი, ყველა არის რაღაც ჩვენი ნაწილი. და ჩემი აგრესიული ნაწილი, რომელიც განკურნე, რომ მასე დაკვირვებით მივხვდი რა უნდა მე განსასწორებელი. ძაღლი, ბუბუ, ჩემი მოთმენელი ნაწილი. და რომ გამოვიღვიძებთ, მერე უკვე ისეთ გამიკურნებით, ისეთ ადამიანებს ვირჩევთ, ვინც ჩვენ ვიბრაციებს, მაღალ ვიბრაციებს თანხმდრაში არის, ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენ ვიბრაციებთ თანხმდრაში არის და უკვე ტკივილთ კი არ გვასწავლის რაღაცებს, არამედ დაგვეხმარება მის სულიერ მისის აღსრულებაში, წინსვლაში, წინ წასვლაში და ასე შემდეგ. ახლა ბატონი დანიელი გახლავთ, ბატონი ყოველდღიურად მე მაგალითად აფირმაციებით ასე შემდეგ შთაგონებებით ვკურნავ მის DNM-ს და ასე შემდეგ და თითქოს მისი კურნებით და ჩემში არსებულ ბავშვს ვკურნავო კიდე. ანუ ყველა აქამდე, ყველა ადამიანი თუ ცხოველი იყო ჩემი საუკეთესო ადამიანად გადაქცევისთვის. და ახლა ვინც იქნება ადამიანი იქნება ჩემი წინ წაწევისთვის. ახეთ როგორ არის? როდესაც ვიბადებით, რა ოჯახსაც ვირჩევთ, ხო? სანამ დავიბადებით, არის ჩვენი გამოღვიძებისთვის ხდება. და შემდეგ არის ორი ოჯახი არსებობს. ერთი არის რომელიც, თითქოს და არ აგვირჩევთ, თუმცა ავირჩევთ, მაგრამ არ გვახსოვს და რომელსაც უკვე ვირჩევთ. ანუ, როდესაც ვიზრდებით, უკვე თავად გვინდა ოჯახს და უკვე, როდესაც უკვე გამოღვიძებული ვართ, განკურნებულები ვართ, ვქმნით ოჯახს, რომელიც უკვე გონევრული არის, რომელიც უკვე, როგორ გითხრათ, სული და განკურნებული უნდა იყო, რომ ეს გააკეთო, რომელიც უკვე ჩვენი მისის აღსრულებისთვის არის. გესმით? ანუ გამოღვიძებამდე მოვდივართ
და ის ოჯახი გვყავს, ვინც ტკივილით გვასწავლის, გაგვაღვიძე ტკივილით სწავლის, გაღვიძების შემდეგ, რა თქმა უნდა, როდესაც ტკივილს გავდაგვდით უპირობო სიყვარულოდ ვისწავლით, ცოდნას მივიღებთ გასასიარებლად. ნახეთ, მე უკვე ისეთ ოჯახს ვქმნით, რომელიც დაგვეხმარება მისი სახსრულებაში, წარმატების მიღწევაში. ეს არის საოცრება. როგორ კარგად არის ყველაფერი დალაგებული, ხო? თუმცა არის აუცილებელი განკურნება. თუ არ განვიკურნეთ, კვლავ შევქმნით ისეთ ოჯახს, სადაც ტკივილი იქნება და ასე შემდეგ. და განკურნებულნი უკვე ვიზიდავთ, ანუ მშვიდეში ვარ, მშვიდეში კი სული იწყებს საუბარს, დაკავშირებული არის ხელთან და ვქმნით ჩვენ რეალურ ოჯახს. და აქედან სასწაულები იწყება. ყველაფერი, ამიტომ არის ყველაფერი, რაც ხდება, ჩვენთვის ხდება. მადლიერი ვარ. ხედავთ მე თქვენ. უბედურებოდი.